დღემშვიდობისა BMG-ის ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა, რომელსაც მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთნიშვილი წარმოგიდგენთ და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SAVIS ახალ ოფისში, სივრცეში, სადაც კომპანია სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიდა და განაგრძობს გაფართოებულ, კიდევ უფრო განვითარებულ მასშტაბებით ოპერირებას და SAVIS გეგმებს და მიზნებს აუცილებლად მოვიკითხავთ და შევაჯამებთ წელს, როგორი იყო კომპანიისთვის, თუმცა მანამდე მის დამფუძნებელთან ცოტა სხვა მიმართულებით უფრო ასე ვთქვათ ბიზნესის დამფუძნებლის პოზიციიდან გავიგებთ ამ ამბავს ბიზნესის რომელიც არ უკავშირდება SAVIS ეს არის ნატურალური წვენების წარმოება მაისი რომელსაც სათავეში უდგას მარიამ ქოიავა და მარიამისგან შევიტყობთ ახლა დეტალებს როგორ ფართოვდება ბიზნესი რა მასშტაბებზე არიან უკვე გასულები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების თვალსაზრისით მარიამ ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის სტუმრობისთვის ჩვენთან SAVIS დამფუძნებელიც ხართ და ხართ მაისის დამფუძნებელიც. პირველ რიგში გილოცავთ ამ ახალ სივრცეს და SAVIS-იც გვექნება დრო, იმედი მაქვს რომ ვისაუბროთ, თუმცა ძალიან ბევრი სიახლე დაგიგროვდათ მაისის მიმართულებით და არ მინდა რაღაცნაირად ამ თემას გვერდი ავუაროთ. პირველ რიგში მინდა რომ წელი შევაჯამოთ, როგორი იყო 2024 წელი, რა გეგმები შესრულდა, რა სიახლეები წამოგეწიათ ამასობაში, როგორი იყო კომპანიისთვის. გამარჯობა ლიკა, პირველ რიგში მიხარია რომ თქვენ და BMG-ის გუნდი გვეწვიეთ SAVIS ოფისში. ეს სივრცე ძალიან მოგწონს და ჩვენთვის ისეთია ახალი და სასიამოვნო, ამიტომ მისი გაზიარება ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ყოველთვის სასიამოვნოა. მადლობა ინტერესისთვის. პრინციპში ორივე მიმართულებით მაისის კუთხითაც და SAVIS კუთხითაც 2024 წელი იყო ძალიან საინტერესო. გქონდა ბევრი გამოწვევა, თუმცა წელი საკმაოდ დიდი წარმატებებით დავხურეთ ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ვახარებს მაისის წარმატება, იმიტომ რომ მაისი SAVIS-თან შედარებით სტარტაპ ეტაპზეა. თან შეჭიდებული არის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორს საქართველოში, ეს არის წარმოების სექტორი და ამიტომ ძალიან თითოეული თუნდაც მცირე პროგრესი წარმოების კუთხით პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამით მგონია რომ კიდევ სხვანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამიტომ მადლობა ინტერესისთვის. მოდი რიცხვებში გავზამოთ SAVIS დამფუძნებელს ველაპარაკები ეხლა და ცხადია აი ამ მიმართულებით ძალიან კარგად გესმით რა მნიშვნელობა აქვს მათ შორის აი ბიზნესის შეფასებას თუნდაც წლის ეფექტიანობის თვალსაზრისით პროცენტული მაჩვენებლებით გნებავთ ასე ვთქვათ ბრუნვის თუ შედეგების რა კრიტერიუმითაც გნებავთ გაზომეთ უბრალოდ ჩვენთვისაც რომ აღქმადი იყოს ასე ვთქვათ რაზე ვსაუბრობთ როდესაც კარგ წელზე გვაქვს ლაპარაკი კომპანიისთვის როგორც აღნიშნე მაისი ითვლება ჯერჯერობით სტარტაპ კომპანიად იმიტომ რომ საზოგადოდ წარმოების ინდუსტრიაში 5 წელი საშუალოდ არის სტარტაპი ეს იყო მესამე წელი მაისისთვის გასული წელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავესწარეთ არაერთ საერთაშორისო გამოფენას, იმიტომ რომ ექსპორტი არის მაისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ 100%-ით ნატურალურ წვენს. ყველანაირი დანამატის გარეშე, მათ შორის შაქრის დანამატის გარეშე არის ეს პროდუქტი, შესაბამისად ითვლება ძალიან ჯანსაღად და სეგმენტი არის საშუალო პლუსი პრემიუმი, ანუ გააჩნია რომელ ქვეყანას ვუყურებთ. ამიტომ გასული წელი ერთ-ერთი ისეთი გარდამტეხი იყო, იმიტომ რომ წინა წლებთან შედარებით საცდელი საექსპორტო პარტიებიდან გადავედით სტაბილურ ექსპორტის პროცესზე, ზოგადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და განსაკუთრებით ორ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან გადავედით რეორდერის, ანუ ხელახლა შეკვეთების და სტაბილური პარტნიორობის ეტაპზე. რაც გქონია, რომ პარამეტრიზაციის კუთხით ეს არის ალბათ ბრუნვაზე, მოგებაზე და ნებისმიერ მარჟაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტი ნამდვილად მოსწონს. დაახლოებით წარმატების რა მაჩვენებელზე გვაქვს საუბარი, როდესაც საექსპორტო შედეგებს ვაჯამებთ და აი ეს ორი ქვეყანაც რომ ჩავშალოთ იქ რა პრინციპით ყავთ უკვე მუდმივი პარტნიორი, თუ ეს ასე ვთქვათ სავაჭრო ქსელების მიხედვით ირჩევა და სად რეალიზდება უკვე ადგილობრივ იქაურ ბაზრებზე ასე ვთქვათ.
წარმოდობის კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელი საკმაოდ ბევრი გვაქვს, შესაბამისად განვითარების პერსპექტივა მაისს საკმაოდ დიდი აქვს. ალბათ ვიტყოდით, რომ საექსპორტო ჩვენი მოცულობიდან ამ ეტაპზე 30-35%-მდე გვაქვს მაქსიმუმ ათვისებული. შესაბამისად, ესე რომ ვთქვათ, ლუფტი არის დიდი და გზა კიდევ განვითარების გვაქვს. რაც შეეხება ჩვენ საექსპორტო პარტნიორებს, ესენი არიან ჩვენი იმპორტიორები და დისტრიბუტორები, უმეტესწილად, რომლებიც თვითონ შლიან ამ პროდუქტს როგორც ტრადიციულ რიტეილში, ასევე ჰორეკა სექტორში. ჩვენი ძირითადი პროდუქტი ეს არის 250 მლ შეფუთვებში, შუშის შეფუთვებში წვენი. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი ჰორეკა სეგმენტისთვის, ეგრეთ წოდებული grab and go კონცეფციის კაფეებისთვის და ვხედავთ, რომ ის როგორც საქართველოში სხვათა შორის აქ აქტიურად თანამშრომლობთ Dunkin Donuts-თან, Subway-სთან და Wendy's-თან და მსგავს კონცეფციებში მაისის ტიპის და მაისის წვენი ძალიან კარგად იყიდება. აი ქართულ ბაზარზე ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ მინდა რომ ეს ექსპორტის ნაწილი, რაც პრიორიტეტია მათ შორის კომპანიისთვისაც, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მიმართულება, ამ შემთხვევაში ამ ორ ბაზარზე გვაქვს დღეს სწორება, გამომდინარე წარმატებისა, რაც დავინახეთ როგორც ისრაელის, ასევე ამერიკის მიმართულებით, თუ მათ შორის უკვე ჩნდება სხვადასხვა კერები, თუნდაც კონტინენტური, ასე ვთქვათ, სხვადასხვაობის თვალსაზრისით და აი ეს ორი ბაზარი რამდენად მაღალმსყიდველუნარიანია, რამდენად ყოველ შემთხვევაში ბრენდისთვის რა გამოიკვეთა ამ თვალსაზრისით, რამდენად მოგებიან ბაზრებზე გვაქვს საუბარი. ცალსახად ეს ორი ბაზარი, ისრაელი და შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ბაზრები ქართული პროდუქციისთვის. აქვე ხაზს გაუსვამ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზრებიც მოსახვედრად. შესაბამისად, ვისაც ესმის წარმოება, ვისაც ესმის რამდენად რთულია ისრაელის საბაჟო და იმპორტის რეგულაციები და მათ შორის შეერთებული შტატების რეგულაციებიც, მიხვდება რამდენად დიდი შრომა უნდა ყოფილიყო ჩადებული იმისთვის, რომ სტაბილური ექსპორტი სწორედ აი ამ ორ ყველაზე რთულ ბაზარზე განახორციელებინა კომპანიას. შესაბამისად, ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენს მიმდინარე BRCS სერტიფიკატთან ერთად, რომელიც სხვათა შორის გასულ წელსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, იმიტომ რომ ხელახლა ჩატარდა აუდიტი ხარისხის ტარდება ჩვენთან ყოველ წელს და გასულ წელს მივიღეთ შეფასება A+ და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ვართ ერთადერთი საწარმო საქართველოში წვენების მიმართულებით BRCS-ის სტანდარტის ქვეშ, რომელსაც აქვს A+-ის შეფასება, ესე ვთქვათ, ხუთოსნები ვართ ხარისხის ნაწილში. თუმცა ისრაელის ბაზრისთვის ჩვენ ასევე ავიღეთ ქოშერი, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო, იმისათვის რომ ზუსტად იმ პრემიუმ დახლზე მოვხვედრილიყავით რეალიზაციის ბაზარზე და ცალსახად შეერთებულ შტატებში ვერ შეიტან პროდუქციას თუ არ გაქვს FDA. შესაბამისად, მიზანი 25 წლის იქნება, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და კიდევ უფრო აი ეს პირველი ნაბიჯები, რაც გადავდგით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს ორი ბაზარი, თუმცა ამაზე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით და უკვე გეგმაში გვაქვს გაფართოება აზიის მიმართულებითაც, ზუსტად ორ კვირაში მაისი იქნება წარმოდგენილი სინგაპურის გამოფენაზე. კვების პროდუქტების მიმართულებით, სადაც მოვთელავთ აზიის ბაზარს. წელს ასევე უკვე მეორედ ვიყავით Gulf Food-ზე, იმიტომ რომ Gulf-ის რეგიონი ზოგადად ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარტივი კრიტერიუმებიც რო ჩამოვაყალიბოთ, უნდა იყოს სიცხე ქვეყანაში, მაღალი მსყიდველობით უნარიანობა, ლოგისტიკურად და სატარიფო იმპორტის რეჟიმით უნდა იყოს მიმზიდველი საქართველოსთან იმ ქვეყანასთან ურთიერთობა და სწორედ ესეთ ქვეყანაში ვხედავთ ჩვენ მაისს და ცალსახად ვაგრძელებთ ევროპის მიმართულებითაც აქტივობას. ამ ეტაპზე გერმანიაში იყიდება მაისი, მცირე რაოდენობით, თუმცა წარმოდგენილები ვართ და ამ მიმართულების წელსაც კიდევ უფრო გაფართოება გვინდა. აი, ამ ბაზრებზე, სადაც ხართ ამჟამად წარმოდგენილები, როგორი არის იქიდან უკვე კავშირი? რა პოტენციალს ხედავთ სამომავლო განვითარების თვალსაზრისითაც, ვიდრე ახალ ბაზრებზე ექსპანსიას დაიწყებდეთ? და აი, მათ შორის თუ არის უკვე გამოკვეთილი კონკრეტული სახეობები, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნა წამოვიდა? ძალიან საინტერესო კითხვა დამისვლიკა, თუმცა პასუხი ალბათ გრძელი იქნება, ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო. ყველა ბაზარს აქვს თავისი გემოვნური თვისება. ვერ ვიტყვით, რომ არსებობს რაღაც უნიფიცირებული გემოები. ცალსახად ფორთოხლის წვენი და ვაშლის წვენი ითვლება ერთ-ერთ ტოპ გაყიდვად წვენებად მსოფლიოში, თუმცა მაისი როგორც ბრენდი არ პოზიციონირდება მას წარმოების
პროდუქციის, ესე ვთქვათ, ნიშაში და არეალში, ხო? ჩვენ უმეტესწილად საინტერესო და განსხვავებულ ბლენდებს ვაწარმოებთ, აი ერთ-ერთი მათგანი არის ვაშლი ჯინჯერით, მაგალითად. კი, აი ეს უნდა მეკითხა სხვათა შორის, რომ მათ შორის აი ისეთ გემოებს ეთამაშებით, რომელიც აი წვენის ბევრი ვარიაცია შეიძლება გაგვესინჯოს, მაგრამ აი ვერაფერთან რო ვერ აკავშირებ და ეს რამდენად მიიღო იქაურმა ბაზრებმა? ეს იმ ბაზრის მოთხოვნაა, პირდაპირ ვიტყოდი, რომ იყო განსხვავებული და საინტერესო. ყველა ბაზარზე ხდება გემოს გარკვეული მოდიფიკაცია, თუმცა ხარისხი ყველგან არის თანაბარი. ანუ ხარისხი ის, რომ ეს არის შაქრის დანამატის გარეშე და ნებისმიერი დანამატის გარეშე წვენი, non-GMO მათ შორის, ეს არის, ესე ვთქვათ, ბრენდის ის ურყევი თვისებები, რომელსაც ვინარჩუნებთ ნებისმიერ შემთხვევაში და აი ამ კუთხით, ხარისხის კუთხით კომპრომისზე არასდროს არ მივდივართ. სხვათა შორის, როდესაც პირველად გავსინჯეთ ვაშლი ჯინჯერით, ჩვენ ვფიქრობდით, უკვე გაშვებული იყო ეს წვენი ექსპორტზე, ვინ დალევს ნეტავ ამ წვენს საერთოდ თქო რა და შემდეგ, როდესაც მივიღეთ ძალიან პოზიტიური უკავშირი, როგორც ერთ-ერთ ტოპ გაყიდვად კატეგორიაზე, დავიწყეთ ჩვენს გასინჯვა ხელმეორედ, მესამედ, მეოთხედ და შემდეგ ჩვენს მოგვეწონა სხვათა შორის ეს გემო და ეხლა ადგილობრივ ბაზარზეც მუშაობთ, რომ აი ეს განსხვავებული გემოები აქაურ ჩვენს პარტნიორებსაც შევთავაზოთ. იმისათვის, რომ ქართულმა ბაზარმაც ნელ-ნელა დაიწყოს დაგემოვნება და ვნახოთ როგორ მოეწონება ეს ქართულ მომხმარებელს. აი ქართულ ბაზარზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი ნიშა, რითაც შემოხვედით ბაზარზე არის, აი როგორც ხაზი გაუსვით დასაწყისშივე 100%-ით ნატურალური პროდუქტი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, რაც თავის მხრივ ცხადია ისახება ღირებულებაზე. როდესაც აი ამ სტანდარტებს მიყვება კომპანია, შესაბამისად, აი იმ საფასო კატეგორიაში, რაშიც არის მაისი წარმოდგენილი. რამდენად ეს მორგებულია ქართულ ბაზარზე და რამდენად აქვს ამ ბაზარზე განვითარების პოტენციალი ბრენდს? განვითარების პოტენციალი ცალსახად ძალიან დიდი გვაქვს ადგილობრივ ბაზარზეც, იმიტომ რომ ჯანსაღი კვება ეს დღეს არა მხოლოდ დავარქვათ ტრენდი ან ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამდენად ძვირი შეიძლება ადამიანს დაუჯდეს შერყეული ჯანმრთელობა. ამიტომ მაისი ზუსტად აი ამ ღირებულებას უქმნის მომხმარებელს, ასევე საბავშვო სეგმენტზეც ვართ ძალიან აქტიურად წარმოდგენილები და აქ აუცილებლად უნდა გამოვყო ჩვენი კოლაბორაცია ადგილობრივად ჟირაფ ჟოზესთან, ვისთან ერთადაც კოლაბორაციაში შევქმნით ორი განსხვავებული მაისის წვენი. ეს არის ერთდროულად დაბრენდილი, ესე ვთქვათ, პროდუქტი და ძალიან აქტიურად ვშლით აი ამ პროდუქტს დღეს ქსელში, საქართველოში ამ ეტაპზე. ფასის კუთხით აქაც აღნიშნავ, რომ ეს არის საშუალო პლუსის სეგმენტი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც პროდუქტი მზადდება ჯანსაღი პროდუქტისგან, თანამედროვე ტექნოლოგიით და მას არ ემატება ის ქიმიკატები, დავარქვათ, რაც როდესაც პროდუქტს ყიდვისას ამოვატრიალებთ ეტიკეტზე უკანა მხარეს მთელი ესე ვთქვათ კასკადია, ხო, სხვადასხვა ემულგატორების, ის ვერ იქნება შესადარისი ფასის კუთხით მოდით იმავე კატეგორიაში, თუმცა სხვა ხარისხობრივი თვისებების მქონე პროდუქტთან, რომელშიც არის ძალიან ბევრი საღებავი, ძალიან ბევრი შაქარი და ძალიან ბევრი სხვა მავნე ნივთიერება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ქართველი მომხმარებელიც ნელ-ნელა მეტი კომუნიკაციით და მეტი გათვისნობიერებულობით უფრო მეტად დაიწყებს აი ამ საკუთარი, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე და სიჯანსაღეზე ზრუნვას. ვინ არის დღეს მაისის მთავარი კონკურენტი? ეს არიან ადგილობრივი მწარმოებლები თუ ასე ვთქვათ იმპორტირებული პროდუქტი? ჩვენ მოდი ესე ვიტყვით, საქართველოში ძალიან ბევრი არის იმპორტი. სამწუხაროდ ჩემთვის ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ არა მხოლოდ წვენების კატეგორიაში, არამედ ზოგადად ჩვენ ვართ საკმაოდ დიდი იმპორტ დამოკიდებულების მქონე ქვეყანა, რომელსაც ალბათ ყველამ ერთად თუ რაღაცნაირად არ უშველეთ ეს ტრენდი, ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არის. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, აქაც არიან საკმაოდ კარგი კომპანიები წარმოდგენილები, ყველა თავის ნიშაში, თავის სეგმენტზე თავისი პროდუქტის ნიშან-თვისებებით წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ მაის
ანალოგიან პირდაპირ კონკურენტი შეიძლება ყავდეს, შეიძლება იყოს წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც მაგალითად ბიოპროდუქციასაც აწარმოებენ, ან რომლებიც მაგალითად წვენის შემცველ პროდუქტებსაც აწარმოებენ. თუმცა ერთიანობაში გონია, რომ ეს შეთავაზება, რაცაც ქართველი მწარმოებლები თავაზობენ, თუნდაც ადგილობრივ ბაზარს, არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომ კონკურენციის კუთხით მე სიტყვა კონკურენცია ძალიან არ მიყვარს და მას ვანაცვლებ ყოველთვის კოლაბორაციით და სხვათა შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვაწარმოებ კომუნიკაციას, დავარქმევდი ამას სხვადასხვა მეზობელ მეწარმეებს ვეძახით, ესე რომ ვთქვათ ერთმანეთს, სადაც განვიხილავთ, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, რა შეიძლება გავაკეთოთ უფრო ეფექტურად, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე საექსპორტო მიმართულებით და მე ძალიან მახარებს, რომ ამ კუთხით მზაობა ერთ სექტორში მყოფ კომპანიებს დღეს აქვთ საკმაოდ დიდი და ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის კონკურენტები, არამედ ჩვენ რაღაცნაირად უნდა გავაერთიანოთ რესურსები იქ, სადაც ეს არის შესაძლებელი, იმისთვის, რომ შევეჭიდოთ უფრო დიდ ბაზრებს და ვიყოთ ამისთვის მზად, ვიდრე ვთქვათ ადგილობრივად რაღაც 100 მაღაზიისთვის ვიბრძოდეთ და ვიფუჭებდეთ ხასიათს, ესე ვთქვათ. ხო, რა არის მაშინ, მოდი ასე გკითხავთ, ის მთავარი დაბრკოლებები, გამოწვევები, რაც თუნდაც ამ გაერთიანების პროცესში გეღობებათ წინ და ზოგადად მაინც იმ განვითარების ტემპებს ვერ კრებს კომპანია, რაც უნდა და რაც აქვს მიზნად დასახული. ზოგადად ბაზარს რომ შევხედოთ და არა ვთქვათ კონკრეტულად მხოლოდ მაინც. როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, ზოგადად მე არასდროს არ მიყვარს ეს სიტყვა გამოწვევა პრობლემის ხსენება, როგორც ესეთი, იმიტომ რომ მოუგვარებელი არაფერი არ არის. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ალბათ დღეს არის და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ანუ ამ სექტორში ძალიან ბევრი ფიქრობს და საუბრობს ამ თემაზე, არის მოდი ესე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რიტეილერებთან, ქსელებთან, იმიტომ რომ როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან რთულია შენს უცხოელ პარტნიორს მაღალ მატერიებზე ესაუბრო, როდესაც შენი პროდუქტი შენ ქვეყანაში არ არის გაშლილი სწორად და კარგად. ისევ პრობლემასთან მივდივართ. პრობლემა არ გვიყვარსო, მაგრამ იმ ბიუროკრატიაზე, იმ სირთულეებზე გამოწვევა დავარქვათ შესვლას უკავშირდება. ეს როგორც სხვათა შორის მაისთან არა, როგორც სავიდან და საკონსულტაციო ბიზნესიდან, მე ვიტყოდი ესე რა, რომ ალბათ ორივე მხარეს არა მარტო ქსელებს, არამედ მწარმოებლებსაც ერთმანეთის მიმართ ახასიათებს გარკვეული ისტორია, ხო? ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთზე ისაუბროს, ვის რა მოეწონა, ვის არ მოეწონა, ვისაც შეეშალა, ვინსად რაღაცაც უნდა გაეკეთებინა, არ გააკეთა, მაგრამ ცოტა ხანი ეს რო გადავდოთ გვერდით და დავივიწყოთ ის რა იყო გუშინ წინ და 10 წლის წინ, დღეს ვართ ამ მოცემულობაში, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოების მიმართულებით ამ ქვეყანაში განვითარდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ იმპორტ დამოკიდებულების ნაწილში რაღაც ტრაექტორია კონდეს აღებული, ამისათვის ცალსახად გვჭირდება ამ რეალიზაციის არხებთან დავარქვათ ამას ჯანსაღი ურთიერთობა და სწორი დიალოგი. ამის გარეშე პროცესი არის გამორიცხული. ამიტომ კარგი მედიაციას ვისურვებდი ამ პროცესში, რომ რაღაც ასოციაცია იქნება ეს თუ რომელიღაც სახელმწიფო ინსტიტუტი რაღაცნაირად შუამდგომლობის ნაწილში იყოს ჩართული, რომ კარგად მოусმინოთ ერთმანეთს. ვის რა პრობლემა აქვს, ვის რა საკითხი აქვს და რაღაცნაირად იყოს ერთხელ და სამუდამოდ თანმიმდევრულად გადაჭრილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვანაირად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწარმოებლისთვის ქართული ბაზარი ვერ იქნება ექსპორტის ჩამონაცვლებელი, გამორიცხულია რომ იყოს მასშტაბიდან გამომდინარე, სანამ გავიხედავთ სხვა დიდი ქვეყნებისთვის, სადაც შეიძლება რომ ეს პროდუქტი იყოს საქართველოში სწორად წარმოჩენილი, იქ აუცილებლად უნდა იყოს. ამიტომ ალბათ ვიტყოდი რომ ეს საკითხი რომ მოგვარდეს, ბევრი სხვა საკითხი ამას უკვე ავტომატურად მოყვება მოგვარებულად.
ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ და იმედი მაქვს რომ არ ვიცი, ალბათ მუშაობთ კიდეც რაღაცა კოლაბორაცია გექნებათ ერთმანეთთან მწარმოებლებს რომ რაღაცა ეს სურვილები უკვე რეალურ ქმედებებშიც გადაითარგმნოს და შემდეგ რაღაცა ვიხილოთ უკვე ეფექტიანი უკუგება აი ამ კოლაბორაციის თვალსაზრისით. ალბათ სფერო აქტიურად არის ჩართული, უბრალოდ მარტო სფერო არ არის აქ საკმარისი, ანუ ამის თქვა მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც ერთიანად იყოს შუაში ესეთი ქმედითი და ეფექტური რგოლი, რომელიც აი ამ კომუნიკაციაში კიდევ უფრო ესე რომ ვთქვათ დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მე შეიძლება მესმოდეს ორივე მხარეს, რატომ იყო და არის რაღაც წუხილები, ხო? ეს არასდროს არც ერთი გამოწვევა და პრობლემა ცალმხრივი არ არის, ანუ ამის არ მჯერა რა, რომ ერთი მხარე არის 100%-ით მსხვერპლი და მეორე მხარე არის ყველაფერში დამნაშავე, ესე არ ხდება. თუმცა უნდა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება რომ დღეიდან ვიყოთ უფრო ეფექტურები ერთმანეთისთვის. აი, ეს არის ალბათ ჩემი სურვილი. რამდენიმე წამიღა დაგვრჩა და მინდა რომ აი მოკლედ შევაჯამოთ რა არის მაისისთვის გაწერილი გეგმა მიმდინარე წლისთვის, რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან. ცალსახად უნდა ველოდოთ მეტი საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ეს იქნებოდა ალბათ ჩვენი და არის ნომერ პირველი გეგმა და ასევე ვიტყოდი ღირებულებათა ჯაჭვში ჩვენ ვართ სადღაც შუაში ამ ეტაპზე, ხო? ანუ ვაწარმოებთ ერთი კატეგორიის საინტერესო პროდუქტს. წლის ბოლოს მინდა რომ გუნდს ჰქონდეს უკვე კონკრეტული გეგმა, აი ამ ღირებულებათა ჯაჭვში რა მიმართულებით გავაგრძელებთ განვითარებას. აქვე ვიტყო რომ ჩემი დიდი სურვილია ბაღების დონემდე ჩავიდეთ და ვინტეგრირდეთ მთლიანად, რა და რამდენიმე წელიწადში ბიოპროდუქტის გამოვუშვოთ. თუმცა ნახოთ, განვიხილავთ ყველას შესაძლო საინტერესო სცენას. მოვიკითხავთ წლის ბოლოს აუცილებლად ეს ჩანაფიქრი რა ფორმას და რა კონტურებს გამოკვეთს და ცხადია შემდეგ თქვენს განვითარებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მუდმივად მზად ვართ რომ თვალყური მივადევნოთ და შემდეგ ჩვენ საქმიან მაყურებელსაც გავუზიაროთ. ცხადია მარიამ ქოიავა, მაისის დამფუძნებელი, ასევე სავის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად აი ამ სწორედ სავის სივრციდან იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი წარმოდგენილი, რასაკვირველია ვრჩებით ადგილზე და ამ შემთხვევაში უკვე სავის მიმართულებით დაგიბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში. დაგვალოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სავის ოფისში და ამჯერად კომპანია სავიზე უნდა მოგიყვეთ უფრო ვრცლად და დეტალურად და მის აღმასრულებელ დირექტორს მასპინძლობთ პირდაპირ ეთერში. ხატია დევაძე არის ჩვენთან ერთად, რომელიც პრინციპში თავადვე ხართ ჩვენი მასპინძელი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ხატია, მინდა რომ პრინციპში სავის ძალიან კარგად იცნობს ჩვენი სხვადასხვა ეთერიდან მაყურებელი და წარდგენა და გაცნობა დიდად არ ჭირდება. ამიტომ უშუალოდ წლის შეჯამებით მინდა რომ დავიწყო გავხსნა ჩვენი ინტერვიუ 2024 წელი აღნიშნა მარიამაც გადაცემის პირველ ნაწილში რომ იყო ძალიან საინტერესო წელი თქვენთვის. ახლა თქვენ უნდა ჩაგვიშალოთ დეტალებში და განგვიმარტოთ რას გულისხმობს აი ეს საინტერესოობა. მადლობა პირველ რიგში ასევე თქვენ მოწვევისთვის და იმისთვის რომ გვესტუმრეთ. რაც შეეხება შეჯამებას, მოდი ორ ნაწილად გავყოფ ჩვენი 2024 წლის ნაბიჯებს, რაც გადავდგით. ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. სავის ფარგლებში მინდა რომ გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ექსპორტ მენეჯმენტის სერვისის დამატება. სავისთვის ეს არის ახალი მიმართულება და ამ სერვისით გვინდა რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას იმ კუთხით, რომ მეტად აითვისონ საექსპორტო ბაზარი და განვითარდნენ. მოდი მეორეზე არ გადავიდეთ, ჯერ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ ახლა ექსპორტის მენეჯერი. აი რას გულისხმობს ზოგადად აი ეს მომსახურება, რაც დაამატეთ, ვისთვის არის მიმართული? ეს არის კონკრეტული სეგმენტის კომპანიები, რომ ვთქვათ იყოს რაღაცა ბრუნვის მაჩვენებელს კონდეს, ასე ვთქვათ კრიტერიუმებში გავლენა, კონდეს ზომას კომპანიის, კონდეს ასე ვთქვათ მიმართულებას ექსპორტს რა მიმართულებით ახორციელებს თუ აი ვისთვის იქნება და როგორი რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი?
ეს სერვისი გულისხმობს ექსპორტ მენეჯმენტის, ესე ვთქვათ, აუთსორს კადრის შეთავაზებას კომპანიებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და BMG-ს მაყურებელიც ჩვენ სერვისებს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც ბრუნვით ვაფასებთ კომპანიებთან შევალთ, თქვათ ჩვენი სერვისით თუ არ შევალთ. მით უმეტეს ექსპორტ მენეჯმენტის ეს ჩვენი სერვისი ორიენტირებულია იმ კომპანიებზე და იმ ბიზნესებზე, რომელთაც სურთ რომ თავისი პროდუქტი ფართო არეალზე, ბაზარზე გაიტანონ. ამ შემთხვევაში ისევე როგორც თქვათ სხვა საკონსულტაციო სერვისების გაწევის ფარგლებში ვიქცევით, ამ შემთხვევაშიც ჩვენ შევდივართ კომპანიაში, ვაფასებთ რამდენად შეუძლიათ კონკრეტული ბაზრის ათვისება, ვეხმარებით სხვადასხვა სტრატეგიებით, რომ გაიტანონ კონკრეტულ ბაზარზე თავისი პროდუქტი და შემდეგ ასე ვთქვათ, ხანგრძლივად მივყვებით ამ პროცესს. ანუ ეს არ არის ერთჯერადი სერვისი, რომელთაც მაგალითად ერთ-ერთ ბაზარზე შესვლაში დავეხმარეთ, ესე ვთქვათ, შეიძლება ჩვენი სერვისი გაგრძელდეს, განგრძობითი ხასიათის იყოს და მათ შორის რეალიზაციის ეტაპზეც გადაყვეს. შესაძლოა ჩვენი სერვისები ზოგადად არის ძალიან მორგებული კლიენტის საჭიროებას, ანუ ესეთი უნიფიცირებული მიდგომა, რომ ყველას ვთქვათ ერთნაირად ვთავაზობთ რაღაც კონკრეტულ სერვისს, ასე არ არის. კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი სერვისი ერგება კლიენტს. ამ შემთხვევაშიც ექსპორტ მენეჯმენტის სერვისიც არ არის გამონაკლისი და იმის მიხედვით, სად ჭირდება ჩვენი დახმარება ჩვენს მომხმარებელს, იმ ნაწილში ვერთვებით. კი ბატონო და აი ამ თვალსაზრისით ასე ვთქვათ რა საჭიროებამ დაგანახათ რომ იყო მომართვიანობა, იყო გარკვეული პრობლემები, რასაც აწყდებოდნენ ექსპორტიორები თუ ასე ვთქვათ რამ განაპირობა? ექსპორტ მენეჯერი ზოგადად ესეთი მრავალმხრივი შეიძლება ითქვას კადრია და ჩვენ რასაც ვუყურებდით ადგილობრივ ბაზარზე არიან კომპანიები, ვისაც აქვს პოტენციალი რომ განვითარდეს და მას განვითარებას ვეძახით ვთქვათ სხვა ბაზრები აითვისოს, თუმცა ყველას არ ყავს კადრი, ექსპორტ მენეჯერის კადრი. ისევე როგორც შეიძლება ვთქვათ ეს გავავრცელოთ სხვა სერვისებზე, რომ არ ყავთ ფინანსური მენეჯერი, რომელიც ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებით შეაფასებს კომპანიის მდგომარეობას. იგივე იყო ექსპორტის შემთხვევაშიც. ქონდა პოტენციალი კომპანიას, თუმცა არ ყავდა ექსპორტ მენეჯერი, რომელიც ამ ყველაფერს ვთქვათ ხორცს შეასხამდა. შესაბამისად, ჩვენც ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება უნდა დაგვემატებინა, რომ აი რაღაცა ყველა მხრივ ჩვენი სერვისით ეს კომპეტენცია, რაც დაგროვილი გვაქვს ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მიგვემართა ამგვარი კომპანიების განვითარებას. გამოჩნდნენ უკვე დაინტერესებული? კი, გამოჩნდნენ, ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. მიმართულებაც თუ გამოიკვეთა? მიმართულებები არის ძალიან მრავალფეროვანი, შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, პროდუქტზე გვაქვს აქცენტი ყველაზე ხშირად და ამ შემთხვევაში პროდუქტის ექსპორტზე ვაკეთებთ ასე ვთქვათ აქცენტს. თუმცა წარმოების კუთხით, ანუ აი რა პროდუქტი იქნება, ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენი პორტფელიც ამ მიმართულებით დღითი დღე ვითარდება, შეიძლება ითქვას. კი ბატონო, და გადავთ უკვე მეორე სიახლეზე, რომელიც კი ბატონო, მე ვეცდები, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილები გამოვყო და იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი სიახლე გქონდა 2024 წლის განმავლობაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, აქაც მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ბოლო 2 წელია ჩვენი აქცენტი გაკეთებული არის ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მეტად ეხება ბიზნესების სტრატეგიულ განვითარებას, ვთქვათ, ოპერაციების რელოკაციას. ამ კუთხით ძალიან ვცდილობთ, რომ საქართველოს, ვთქვათ, უპირატესობა, ვთქვათ, ლოჯისტიკის მიმართულებით, ბაზარზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოვიყენოთ და შესაბამისად დავეხმაროთ კომპანიებს, რომ თავისი ოპერაციების რელოკაცია მოახდინონ. ამ კუთხით ჩვენ ესეთი როლი გვაქვს ხოლმე მსგავს პროექტებში, რომ უფრო საინვესტიციო შესაძლებლობების დანახვაში ვეხმარებით კლიენტ კომპანიებს, ვუმზადებთ მათ საინვესტიციო თიზერებს და შემდეგ ვთქვათ ამ პროცესში მივყვებით. გარდა ამისა, აქ საერთაშორისო კუთხითაც ვიტყვი, რაც განსაკუთრებული სიახლე შეიძლება ითქვას. მოგუყავით ამ ექსპანსიის შესახებ და ზოგადად აი რა პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია გადის საზღვრებს მიღმა და რა პრინციპით ხდება უკვე იქ ოპერირება? ხდებიან კომპანიები და მათგან წამოსული მოთხოვნა მგიბიძგათ რომ გასულიყავით თუ გადიხართ და შემდეგ უკვე იკვლევთ ბაზარს და აქეთ ეძებთ ასე ვთქვათ პარტნიორებს? ჩვენ ესეთი
როგორ თქვა, ხანგრძლივი და არაერთი ვიზიტი გქონდა და ეს ეხება უზბეკეთს. ამ შემთხვევაში უზბეკეთის ბაზარზე გაფართოებას გულისხმობ. 2024 წელს დავიწყეთ უკვე ეს პროცესი ოფიციალურად, სავი გაფართოვდა უზბეკეთში, პროექტზეც მოგიყვებით, გქონდა ერთ-ერთი, ჩემთვის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. რაც შეეხება როგორ მივედით აქამდე, იყო არაერთი ვიზიტი ჩვენი მხრიდან, რომ შეგვეფასებინა რამდენად ეს ბაზარი იყო ჩვენთვისაც შესაძლებლობების მომტანი, ასე ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით ჩვენი სერვისი შეგვეთავაზებინა. აღმოჩნდა, რომ დაინტერესება არის მაღალი საკონსულტაციო სერვისების, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით უნდა გავფართოვებულიყავით და გქონდა კიდეც ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის Wolf-თან თანამშრომლობით. ცოტა ხნის წინ ჩავხურეთ ეს პროექტი, რომელიც ეხებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეს იყო ქალთა მეწარმეობრივი უნარების განვითარება. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმაც საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო უზბეკი ადგილობრივი ქალი მეწარმეებისგან, როგორ ხედავენ ისინი ბიზნესს ზოგადად. და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაჩერდებით უზბეკეთს. საითკენ არის ახლა სწორება აღებული საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებით? ამ კუთხით ჩვენ გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში, ამ შემთხვევაში უკვე ევროპულ ქვეყნებს გულისხმობ პროექტების განხორციელების. და შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი გვაქვს ჩაყრილი იმისთვის, რომ მეტი ვიზიტი განვახორციელოთ და დავიწყოთ. ამ ეტაპზე ვართ, როგორ ვთქვათ, ნიადაგის მოსინჯვის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რამოდენიმე ქვეყანაში ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და შემდეგ უკვე ოფიციალურ გაფართოებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ და ვიფიქრებთ ევროპული ქვეყნებისკენაც. სანამ აქეთ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები და ევროპულ ქვეყნებს ერთი მეორეს მიყოლებით აითვისებთ და დარწმუნებული ვარ ეს დროის გარკვეულ პერიოდში აუცილებლად იქნება, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე? საქართველოში როგორი ტემპი გაქვთ განვითარების აკრეფილი, მათ შორის წელიც როგორი იყო ეფექტიანობის თვალსაზრისით და ზრდის? კი, საკმაოდ კარგი, ესე ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ. ალბათ ამის პასუხიც არის ჩვენი განვითარება იმ კუთხით, რომ სერვისების დამატებას ვახორციელებთ ეტაპობრივად, აი თუნდაც ექსპორტის მენეჯმენტი, რაზეც ვისაუბრეთ, ესეც გამოძახილი იყო იმის, რომ თქვათ ბაზრის ტემპისთვის აგვეწყო ფეხი, ხო? გამოიკვეთა, რომ ეს იყო საინტერესო, დავამატეთ, ამ კუთხითაც არ ვჩერდებით. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, იმიტომ რომ განვითარების ტემპიც არ არის დაბალი და საკმაოდ კარგად ვითარდება ბაზარი, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ნაბიჯებს ვდგამთ. განვითარების ტემპის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტია ზრდის მასშტაბი, შესაბამისად მეტი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს და ბიზნესებს მეტი საჭიროება უდგებათ დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო არის, აი სავის პორტფელს რომ გადავხედოთ სერვისების თვალსაზრისით, რომელი მათგანი არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მოთხოვნადი, რა და როგორ ჭირდებათ დღეს ბიზნესებს, რისი მიწოდება უნდათ ყველაზე მეტად? ჩვენი სერვისები არის, როგორ თქვა, განსხვავებული და განსაკუთრებული იქიდან გამომდინარე, რომ სერვისები გვაქვს იმგვარად შედგენილი, რომ სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე სავი არის საჭირო, შეიძლება ითქვას. იდეის დაბადებიდან შემდეგ უკვე საბოლოო რეალიზაციას. მაგალითად, შეიძლება დამწყები ბიზნესებისთვის ან ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც გაფართოებაზე ზრუნავენ, ჩვენ გამოვჩნდეთ მაშინ, როცა მათ ჭირდებათ კვლევა ბაზრის ბიზნეს გეგმის შედგენა, ასევე დიდი კორპორაციებისთვის და პირობითად საინვესტიციო ფონდებისთვის შეიძლება ეს იყოს ფინანსური მენეჯმენტის სერვისი, რომლითაც ვეხმარებით, რომ ესეთი კომპლექსური გადაწყვეტილების პროცესში ფინანსურად შევაფასოთ. შესაბამისად, ჩვენი სერვისები, რადგან სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს მოიცავს, შეიძლება ითქვას, პორტფელშიც გვყავს ისეთი კომპანიები, რომელთაც ვთავაზობთ ყველა მიმართულებით სერვისს. ესე კონკრეტული ერთი არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, წამყვანი, რადგან ჩვენი მხრიდანაც და გუნდის მხრიდანაც მაქსიმალურად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ ყველა სერვისის ეფექტურ წარმართვას და შეთავაზებას. დღეს კლიენტების პორტფელსაც რომ შევხედოთ, რა მოცულობის პორტფელთან გვაქვს საქმე, რამდენად ზრდადია ეს რაოდენობა და რამდენად დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მიხედვით?
ბოლო წელს თუ შევაფასებთ, ბოლო წლიდან გამომდინარე საკმაოდ გაიზარდა, თქვათ, განსხვავებული კომპანიების და მრავალფეროვნება ზოგადად პორტფელში. ამას რა თქმა უნდა დაემატა ექსპორტის მიმართულებას და ამანაც ხელი შეუწყო, რომ უფრო მეტად გაზრდილიყო ჩვენი პორტფელი. ზოგადად რო ვაფასებთ, თქვათ, წლების განმავლობაში სერვისების დამატებით, ჩვენი აქცენტებით და იმ ბაზრის გამოძახილით, რასაც თქვათ, პასუხობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პორტფელი იზრდება ძალიან ეფექტურად და ზუსტად ეს გვაძლევს ალბათ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ბაზრებზე და სხვა ლოკაციებზეც ვიზრუნოთ და ვიფიქროთ მომავალში. თუმცა ამის პარალელურად ჩნდებიან კიდეც კონკურენტები. აი ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბიზნეს საკონსულტაციო სერვისს თავაზობენ. აი ამ კონკურენტულ გარემოში, რომელიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, შეიძლება ჯერ არ არის ისეთი მძლავრი კონკურენცია, რომ რაღაცა კომპანიაზე და მის ოპერირებაზე საისახოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფონი თანდათანობით იქმნება და აი აქედან გამომდინარე, რა ქმნის დღეს ბრენდის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას, როგორ ინარჩუნებთ პოზიციას? კონკურენცია რა თქმა უნდა არის და ყოველთვის იქნება, მით უმეტეს თქვათ საკონსულტაციო სფეროში. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, უნიკალურობა და განსაკუთრებულობა სავის არის ის, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლის და ამავდროულად თანამშრომლების საჭიროებაზე. ანუ ჩვენი სერვისების მიწოდების პროცესში მაქსიმალურად შემოქმედებითობას, ინოვაციურობას და თანამშრომლის ნებისმიერი გუნდის წევრის იდეების გენერირებას და ამ ყველაფრის განხორციელებას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ და ჩვენთვის არის ძალიან პრიორიტეტული. მხოლოდ თქვათ კლიენტებზე რომ დავკონცენტრირდეთ, ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ სავი იქმნება იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ძალიან სპეციალიზებული თითოეული კლიენტის მიმართ. ჩვენი მთავარი იდეა და მიზანი არის, რომ არ გქონდეს უნიფიცირებული მიდგომა კონკრეტული პროექტის განხორციელების პროცესში და ჩვენთვის ყველა კლიენტი არის ინდივიდუალური, უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კლიენტებიც ამას ხედავენ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ პარტნიორული დამოკიდებულება მათთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იგივენერად ვიზიარებთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენს კლიენტებს აქვთ. კი ბატონო. ხატია, კიდევ ერთ კონკურენტზე მინდა რომ გკითხოთ, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყველა ინდუსტრიაში იკვეთება დამსაქმებლებისთვისაც, მოკლედ, ზოგადად სფეროს და გამონაკლისი არც ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება არის, ხელოვნური ინტელექტს გულისხმობ და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ხოლმე კონსულტირებას, იგივე იქნება ბიზნესის, საფინანსო, საბუღალტრო თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით ისმის კითხვები და ჩნდება ეჭვები, რომ რაღაცა დროის გარკვეულ პერიოდში, შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი აი ამ სფეროში დასაქმებულებს თანდათანობით ჩაანაცვლებს. რა ხდება აი დღეს არსებული სტატუს კვო რას გვიჩვენებს? რამდენად რეალურია ეს საფუძვლიანია ეს ეჭვი და როგორ გესახებათ მომავალი ტექნოლოგიების განვითარების კვალ და კვალ? ძალიან საინტერესოა და ნამდვილად არის კონკურენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთი კარგი გამოყენება ჭირდება ამ ინსტრუმენტს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ალბათ მომავალშიც ასე ვიფიქრებ, რომ საკონსულტაციო ბიზნესის სრული ჩამონაცვლებელი ვერ იქნება ხელოვნური ინტელექტი. ნუ ყოველ შემთხვევაში სავიზე ნამდვილად ესე ვფიქრობ, რომ ვერ იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ზუსტად წეგან რაც ავღნიშნეთ, ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს უნიფიცირებული რაღაც მეთოდები, რომლითაც ვიტყვით, რომ ეს შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებადი გახდეს. ასე რომ ეს პარტნიორული დამოკიდებულება ჩვენს კლიენტებთან მგონია, რომ არ იქნება მარტივად ჩანაცვლებადი. თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტს. კოლაბორაცია რამდენად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუნდაც კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნოს. ნამდვილად ვიყენებთ მეტიც ძალიან აქტიურად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სფეროსთვის საკმაოდ ღირებული ინფორმაცია შეიძლება ამით დავაგენერიროთ და მივიღოთ. მაგალითად, კვლევის პროცესში ეს გვეხმარება, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ არსებული ინფორმაცია ბაზარზე, გავაუმჯობესოთ თუნდაც მონაცემების შეჯერება, დავაიდენტიფიციროთ ახალი საინფორმაციო წყაროები და ვთქვათ ამ წყაროების სანდოობაზე დავსვათ კითხვები. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი სერვისი უფრო ალბათ მოკლე დროში განვახორციელოთ და უფრო ეფექტურად.
კი ბატონო, და ხატია ბოლოს მინდა რომ შევაჯამოთ, ცოტა დრო დაგვრჩა და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების ნაწილში ახლა რა ნაბიჯების გადადგმა მოიაზრება თქვენგან? 2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის იქნება საერთაშორისო ბაზარზე ალბათ უფრო პოზიციების განმტკიცების წელი, ესე ვიტყოდი. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში გავხდეთ წამყვანი პარტნიორები, რომლითაც დავეხმარებით ბიზნესებს უფრო გლობალურ ბაზარზე მოიკიდონ ფეხი, ესე ვთქვათ. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება. აქამდეც აქტიურად ვფიქრობდით ამ ნაწილზე და 2025 წელიც არ იქნება გამონაკლისი. და ასევე მნიშვნელოვანი არის კვლავ უზბეკეთის ბაზარი. უზბეკეთის ბაზარი ჩვენთვის არის პრიორიტეტი და ჩვენი მიზანი არის, რომ იქაც პოზიციები გავიმყაროთ და ჩვენი პორტფელი მაქსიმალურად გავზარდოთ. შესაბამისად, ეს არის ჩვენი გეგმა 2025. ამბიციური გეგმებით, მიზნებით ხვდებით უკვე ამ წელს და ძალიან მიხარია ის, რომ ვითარდებით წინ მიიწევთ და ტემპს არ აგდებთ. პრინციპში, რაც უკვე ბევრი წლის წინ აკრიფეთ და ძალიან დიდი მადლობა ხატია დევაძე, სავის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად. მადლობა სავის მასპინძლობისთვის. ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი. ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.